ყველა ბავშვმა იცის თქვა რა არის მეხანძრე, მაგრამ ეკონომისტი ბევრმა არ იცის რას ნიშნავს. არასდროს არ მიგზნია სკოლაში, რომ ცდილობდნენ რომ შევეცვალე. ყოველთვის ცდილობდნენ რომ შეექმნათ საუკეთესო გიორგი. გამარჯობა, მე ვარ გიორგი კიზირია, თბილისის წვანის სკოლის კურსდამთავრებული და ამჟამად მუშაობ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ერთი შეხედვით თავიდან მეც რა მოლოდინები მქონდა აკავრობასთან დაკავშირებით იყო რომ იქნებოდა არ ამქვეყნებოდ მკაცრი გარემო, ძალიან აკადემიური, ყველანი გასწორებულები უნდა ყოფილიყავით. რეალურად ესეთ სიტუაცია არ გვაქვს, ყველანი ვართ პროფესიონალები, მუშაობ ძალიან თბილ, მეგობრულ და კარგ გარემოში. რაც შეეხება საჯარო მოხელეობას, რეალურად თავარი პლუსი ჩემთვის პირადად ის არის, რომ წლების განმავლობაში, რასაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში, რა კვლევებსაც ვკითხულობდი ეკონომიჯის სიტყვაზე, ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, ახლა მაგ კვლევებისა და მაგ სტატიების უშუალოდ შექმნას ვუყურებ, უშუალოდ აი ამ პროცესებს განვიხილავ და რა თქმა უნდა ბაზრის ანალიზსაც ვაკეთებ. ჩემი აზრით, ნებისმიერ საქმეს ადამიანმა მიუდგეს მაქსიმალური პასუხისმგებლობა. მე პირადად ნებისმიერ სამსახურში, სადაც კი მიმუშავია, ბოლომდე ვეკიდები აბსოლუტური პასუხისმგებლობით და შესაბამისად ალბათ უბრალოდ არ მაქვს მაგხელა განსხვავება ამ წამს, რომ თითქოს კერძო სექტორში ვიმუშავებდი თუ საჯაროში პასუხისმგებლობა მაინც ძალიან დიდი მაქვს ორივეგან. ალბათ ყველაზე კარგად ის იმიტომ ახსენდება მწვანის სკოლის ამბები, რომ სკოლაში რომ მივდიოდი, ეს არ იყო ადგილი, სადაც ჩემი ზემდგომები მასწავლიან მათ თქვენდგომს საკითხებს, რაც არ გამომადგება არასდროს. უმრავლესობისთვის ეს არის. ჩემთვის სკოლაში მისვლა იყო იმ ადგილას მისვლა, სადაც ვიყავი მეგობრებთან, შემეძლო ყოფილიყავი ჩემი თავი და არასდროს მიგზნია, რომ მასწავლებელი იყო, თქვა, ჩემი ზემდგომი, რომლიცაც უნდა შემშინებოდა. მასწავლებლებთან დღემდე მეგობრულად ვარ, დღემდე ესეთ თბილი სიტუაცია ზუსტად მაგიტო. ცუდ ხასიათზეც რომ ყოფილიყავი სკოლაში მისვლით, ერთგვარი გამხიარულება მაინც მელოდა. დღემდე მართლა მეგობრობ მასწავლებლებთან, უბედნიერესი ვარ, როცა მხვდებიან და რა თქმა უნდა კლასელებთან და სკოლელებთან. არასდროს არ მიგზნია სკოლაში, რომ ცდილობდნენ რომ შევეცვალე. ყოველთვის ცდილობდნენ რომ შეექმნათ საუკეთესო გიორგი და არა ვიღაც სხვა ადამიანი. შესაბამისად მე მქონდა კი ინტერესები ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით და ეკონომიკურ სექტორთან. საფონდო ბირჟაზე საკმაოდ პატარა ასაკიდან მქონდა ინტერესი მაგ სფეროს მიმართ. და ნელა სხვადასხვანაირად მოხდა ჩემ ფორმირება. კი, სკოლა მიქონია თავის მხრივ გავლენა. ძალიან კარგი იდეა არის ეგ სხვათა შორის, რომ ბავშვებს ვესაუბროთ სხვადასხვა პროფესიას. ყველა ბავშვმა იცის თქვა რა არის მეხანძრე, მაგრამ ეკონომისტი ბევრმა არ იცის რას ნიშნავს.